ამერიკის ხმა წარმოგიდგენთ. გამარჯობა, თქვენ უყურებთ ამერიკის ხმის ყოველკვირეულ გადაცემას ხედვა ვაშინგტონიდან მე მარია მუგრეხელიძე ვარ. დღევანდელ გადაცემაში საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობასა და ქართული ოცნების მიერ კანონების გამკაცრების ინიციატივაზე, მათ მნიშვნელობასა და გავლენაზე ვისაუბრებთ. ექსპერტების შეფასებები ვაშინგტონიდან. გადაცემის ბოლოს კი ამერიკის პოლიტიკურ კვირას და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალ გადაწყვეტილებებს შევაჯამებთ. ქართული ოცნების ლიდერებმა არაერთი ახალი გამკაცრებული რეგულაცია დაანონსეს. მათ ნაწილზე მუშაობის დაწყებას უახლოეს მომავალში გეგმავენ, ნაწილი კი სულ რამდენიმე დღეშივე მიიღეს. ანალიტიკოსებისა და უფლებადამცველების შეფასებით შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს უქმნის საფრთხეს და მიზნად იმ პროტესტის ჩახშობას ისახავს, რაც სხვადასხვა ფორმით უკვე თვეებია საქართველოში გრძელდება. დემონსტრაციებთან დაკავშირებული კანონმდებლობის გარდა საუბარია მედიისა და არასამთავრობოების დაფინანსების, მათი მოქმედების წესებისა და სტანდარტების შესახებაც კი. გადაცემაში ახლა ჩემი კოლეგა ეკა მაღალდაძე გვიერთდება, რომელიც თემაზე მუშაობდა და ვაშინგტონიდან შეფასებებს გაგვაცნობს. რეპრესიების, გაძლიერების და დემოკრატიული პროტესტის ნაწილის უკანონოდ გამოცხადების მცდელობა. ასე აფასებენ ვაშინგტონში ამ ბოლოდროინდელ უკვე მიღებულ თუ დაანონსებულ ცვლილებებს, რომლებზეც ქართული ოცნების ხელისუფლება საუბრობს. შეკრება მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების, ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან ერთად განსაკუთრებული შეშფოთების საგანია მედიასთან დაკავშირებით მოსალოდნელი ცვლილებებიც. ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ მიიღებენ კანონებს, რომლითაც მედიის ობიექტურობა და ეთიკის სტანდარტები დადგინდება. ამასთან კიდევ უფრო შეიზღუდება მედია საშუალებების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან. ეს ძალიან მარტივია. ივანიშვილის გუნდი უფრო და უფრო მეტი რეპრესიებისკენ მიდის. ეს საქართველოსთვის საშინელია. არ მგონია, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი ამაში წარმატებული იქნება, მაგრამ ესაა ის, რასაც ვხედავთ. ეს დამოუკიდებელ, მართლაც ობიექტურ მედიას ფუნქციონირებას უფრო და უფრო ურთულებს. მთავრობის მიზანი სწორედ ესაა, რომ საინფორმაციო სივრცეზე კონტროლი მოიპოვოს. ეს კიდევ ერთი უარყოფითი ნაბიჯია, რომელსაც დგამენ. ვხედავთ მზარდ რეპრესიებს და ასევე ვნახეთ, რომ ეს არ იმუშავებს. ვერ აიძულებს ხალხს ამ მთავრობის რეპრესიული ბუნებით საკუთარი უკმაყოფილება არ გამოხატოს. მმართველი გუნდის წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერი კობახიძეც ამბობენ, რომ დაგეგმილი ცვლილებები სახელმწიფო ინტერესების დაცვას ემსახურება და რომ ისინი დასავლური კანონმდებლობის მსგავსი იქნება. ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ ადანაშაულებს ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს და დასავლური ქვეყნების საელჩოებს იმაში, რომ ქვეყანაში არეულობის შექმნას ცდილობენ. მან თქვა, რომ ისინი ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ კოორდინირებულად მოქმედებენ. მედიასთან დაკავშირებული რეგულაციების განმარტების კი ახსნა, რომ კრიტიკა მხოლოდ იმის შიშს უკავშირდება, რომ ისინი სიცრუისა და სიძულვილის თავისუფლად გავრცელებას ვეღარ შეძლებენ. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეგრეთ წოდებული უცხოეთის აგენტების კანონის მსგავსად არც ამ შემოთავაზებულ ცვლილებებს აქვს რაიმე საერთო დემოკრატიასთან და ამგვარად მმართველი გუნდი მხოლოდ მზარდი რეპრესიების გამართლებას ისიც წარუმატებლად ცდილობს. ვფიქრობ, ისინი გაუმართლებელი პოლიტიკის გამართლებას ცდილობენ. რეპრესიები, რაც დემონსტრანტების წინააღმდეგ ვიხილეთ, არ ხდება არც ამერიკის შეერთებულ შტატებში, არც ბრიტანეთში და არც სადმე დემოკრატიულ სამყაროში. ისინი ცდილობენ გაამართლონ ის, რომ უფრო და უფრო რეპრესიულ ნაბიჯებს დგამენ. ეს ძალიან სამწუხაროა. საქართველოს დასავლელი მეგობრები ხელისუფლებას კვლავ მოუწოდებენ გათავისუფლდნენ პროევროპული დემოკრატიული პროტესტისას დაკავებული პირები. ვაშინგტონის და ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში კი კვლავ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში რჩება მზია ამაღლობელის საქმე. პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მთავრობა მისი რეპუტაციის შელახვას და ყურადღების გადატანას ცდილობს. ჩვენ ვერ გაგვასულელებს ქართული ოცნების ლიდერების მცდელობა დაამახინჯონ ის გარემოებები, რაც წინ უძღოდა მზია ამაღლობელის დაკავებას და შებრალონ მისი პროფესიული სანდოობა იმით, რომ მას უცხოეთიდან დაფინანსებულად მოიხსენიებენ. ეს კიდევ ერთი მანევრია, რომლის მიზანიც ყურადღების გადატანის მცდელობაა ევროატლანტიკური კურსის გარშემო საქართველოს მოსახლეობის მასშტაბური მობილიზაციიდან, რაც ასახულია როგორც საქართველოს კონსტიტუციაში, ისე ქართველი ხალხის ნებაში. ძალაუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდებით რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ოლიგარქიულმა პარტიამ ქართული ოცნება ორივე მათგანს უღალატა. ქართველ ხალხს ვერ გააჩუმებენ.
ეს შემაძრწუნებელია. საქართველოში ვხედავთ ამ ყველაფერს ძალადობის გამოყენებით. ეს მართლაც კიდევ ერთი ნაბიჯია იმ ნამდვილი ტირანიისკენ, როგორცაც რუსეთის, ჩინეთის ან ირანის მსგავს ადგილებში ვხედავთ. ქართველები მართლები არიან, რომ ამას, ამ ძალადობრივ მეთოდებს უპირისპირდებიან. დავისურვებდი, რომ დასავლური სამყარო კიდევ უფრო მეტად დაუდგეს გვერდით ქართველებს, რომლებიც ამ მოვლენებს ეწინააღმდეგებიან. პოლიტიკოსების, ევროპარლამენტარების და ეროვნული პარლამენტების წევრების, ასევე ყოფილი დიპლომატების ჯგუფი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დააწესონ ან შეინარჩუნონ სანქციები ქართული ოცნების ლიდერების მიმართ. სახეზე გვაქვს დემონიზების მცდელობა. ძალაში ახლად შესული კანონები და ფიზიკური ძალადობა, ეს ყველაფერი ავტოკრატიის მშენებლობის საყრდენია. ესაა ნაბიჯები ადამიანის უფლებების კრიზისის გამწვავებისკენ, რომელსაც ქართული ოცნება დგამს. ასე აფასებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს Human Rights Watch-ის ევროპის პროგრამის დირექტორის მოადგილე რეიჩელ დენბერი. ის ამბობს, რომ ქართული ოცნება არ უსმენს საკუთარ მოქალაქეებს და სულ უფრო ცდილობს ნებისმიერ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანზე თუ სამოქალაქო საზოგადოებაზე სრული კონტროლი და ნახეთ ინტერვიუს მოკლე ვერსია. Rachel, thank you so much for this interview. Rachel, მადლობა ინტერვიუსთვის. როგორც იცით, ქართული ოცნება ცდილობს, რომ გაამკაცროს ნებისმიერი კანონი, რომელიც რაიმე ფორმით ქუჩაში მყოფ დემონსტრანტებს შეიძლება შეეხოს. მათ ადმინისტრაციულ საქმეებზე დაკავების ვადა 15-დან 60 დღემდე გაზარდეს. შედარებისთვის, ბელარუსში ადმინისტრაციული დაკავების დრო 15 დღეა, რუსეთში კი 15-დან 30-მდე ადმინისტრაციული დანაშაულის ხასიათის მიხედვით. ეს რიცხვები და შედარება რას გეუბნებათ? And do these numbers tell you something? Yeah. Well, first, thank you for reaching out to Human Rights Watch. პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ Human Rights Watch-ს მოგმართეთ. ახლა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე გავამახვილოთ ყურადღება. რაც შეეხება ქვეყნებს შორის შედარებას. რუსეთი და ბელარუსი მძიმე ავტორიტარულ მიმართულებას უკვე წლებია მიხვევიან. Human Rights Watch-ი ცდილობს ქვეყნები არ შეადაროს ერთმანეთს და ქვეყანა მხოლოდ თავისსავე მონაცემებისა და მოვალეობების მიხედვით. ადამიანის უფლებების იმ ვალდებულებების მიხედვით შევაფასოთ, რომელიც მათ საკუთარი ნებით დააწესეს. თუმცა ამის მიუხედავად, რიცხვები რა თქმა უნდა ბევრზე მეტყველებს. რა თქმა უნდა, ვცდილობთ საქართველოს, ბელარუსს ან რუსეთს არ შევადაროთ და ეს არც უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ რიცხვებზე და რიცხვები საკმაოდ ობიექტური რამაა. მნიშვნელოვანია იმის გახსენება, რომ საქართველოში, რომელსაც საბჭოთა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსი მემკვიდრეობით ერგო, ადმინისტრაციული დარღვევის დრო 90 დღე შეამცირეს. ეს იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან, რადგან დაკავებულის უფლებები იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული დარღვევისთვისაა ადამიანი დაკავებული, მკაცრად შეზღუდულია. ასე რომ ვფიქრობ, ძალიან მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ ქართული ოცნება ამ დღეების გაზრდას 60 დღემდე ცდილობს. ეს უფრო დიდი სურათის ნაწილია, სადაც ქართული ოცნება ცდილობს ქვეყანაში ადამიანის უფლებების მხრივ კრიზისი გამოიწვიოს. These are not the only changes. There are multiple changes. თუმცა ეს არაა ერთადერთი ცვლილება. საუბარია იმაზეც, რომ ზოგიერთი ადმინისტრაციული ბრალდება სისხლის სამართლის დარღვევად გადაკვალიფიცირდება. საჯარო პოლიტიკური მოხელეების სიტყვერი შეურაცხყოფა დასჯადი გახდება, დახურულ შენობებში პროტესტის სპეციალური ნებართვის გარეშე ჩატარება აკრძალული იქნება და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობთ, რატომ ამკაცრებს საქართველოს მთავრობა კანონებს და ეთანხმებით თუ არა საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც შეშობს, რომ ხელისუფლება ამ კანონებს მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მათი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ გამოიყენებს? Georgian government might use this against peaceful demonstrators and against their political rivals. Yeah. Well, it's all the things that you just said in terms of the ყველაფერი, რაც თქვენ ჩამოთვალეთ და ის ცვლილებაც, რომელიც აქამდე უკვე შევიდა ადმინისტრაციულ დარღვევათა კოდექსში, სრულიად განურჩეველი, თვითნებურია. ვგულისხმობ იმას, რომ თუ არ ვწდებით ცვლილების მიხედვით, ეგრეთ წოდებული პრევენციული დაპატიმრებაა დაშვებული და ხალხის დაპატიმრება სრულიად უმიზეზოდ შეუძლიათ. შეიძლება გეგონოს, რომ უბრალოდ დემონსტრანტი ხარ, რომელიც მთავრობის ქმედებებს აპროტესტებ და ამ დროს მთავრობამ დაგაკავოს სრულიად თვითნებურად. რაც შეეხება იმას, რატომ აკეთებენ ამას. როგორც უკვე ვთქვი, ხელისუფლებას ქვეყანა ადამიანის უფლებების კრიზისამდე მიჰყავს. დავიწყოთ იმით, რა მოხდა გაზაფხულზე, როდესაც მთავრობამ ეს ეგრეთ წოდებული უცხოური გავლენის კანონი მიიღო, რომლითაც ნათლად ცდილობს ჩაახშოს ოპოზიციური და კრიტიკული ხმები და სრულიად გაწმინდოს ქვეყანა ქართული არასამთავრობო სექტორისგან, რომელიც ასეთი ენერგიულია. არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან კრიტიკულები არიან მთავრობისადმი, არსებული კანონების ალტერნატივებზე
მუშაობენ და საქართველოს მოსახლეობას უამრავ სერვისს აწვდიან. ასე რომ ვფიქრობ, ხელისუფლებას ძალიან სურდა არასამთავრობო სექტორზე უკიდურესი კონტროლი ჰქონოდა. ასევე მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაცია შეეჩერებინა, რაც ქართველი ხალხის უმეტესობის ნების წინააღმდეგ წასვლა, ხელისუფლება ცდილობს ჩაახშოს ყველა განსხვავებული ხმა. Ფიქრობ, ისინი იმ გზას ადგანან, როდესაც ცდილობენ, რომ პრევენციულად შეზღუდონ და ჩაახშონ ნებისმიერი განსხვავებული აზრი და შეზღუდონ საზოგადოებრივი ქმედება. Როგორც ჩანს, ისინი მუდმივად ქმნიან წინააღმდეგობას, მუდმივად ახდენენ სიტუაციის ესკალაციას, რომ შემდეგ ყველა ოპოზიციური ხმა ჩაახშონ. როგორც თქვენ თქვით, ყველაფერი უცხოეთის აგენტების კანონიდან დაიწყო. საქართველოში დემონსტრაციები სხვადასხვა პერიოდულობით გასული წლის აპრილიდან ტარდება. ნახეთ პოლიციის სხვადასხვაგვარი მიდგომაც დემონსტრანტებისადმი. თუ თავიდან ისინი წყლის ჭავლს, სავარაუდოდ რეზინის ტყვებსა და ფიზიკურ ძალას მიმართავდნენ, ახლა ისინი დემონსტრანტების სახლებში შედიან, ჩხრეკენ, აკავებენ მათ, სცემენ და სხვადასხვა ინფორმაციით დაკავების შემდეგაც ძალადობენ და აშინებენ მათ. როგორ აფასებს თქვენი ორგანიზაცია იმას, თუ როგორ უმკლავდება პოლიცია ასეთ სიტუაციებს? How your organization, how Human Rights Watch is assessing how police is handling the situation? Well, we have been documenting the violence against protesters and ჩვენ აღრიცხული გვაქვს დემონსტრანტების, აქტივისტების, სამოქალაქო თუ პოლიტიკური აქტივისტების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტები. ამის დოკუმენტირება 2024 წლის ადრე გაზაფხულზე დავიწყეთ, როდესაც საპროტესტო აქციები დაიწყო. დემონსტრანტებზე უმოწყალო თავდასხმები განხორციელდა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი აქციაზე იდგნენ, არამედ მაშინაც, როდესაც ისინი თავიანთ სახლთან იდგნენ, ან უბრალოდ ქუჩაში მიდიოდნენ, როდესაც მას შეურაცხყოფას აყენებდა ადამიანთა გარკვეული ჯგუფი. ამ თავდასხმების ხასიათიდან გამომდინარე, ნათელი იყო, რომ თავდასხმა კოორდინირებული იყო და ასევე ადვილი მისახვედრი გახდათ, რომ ისინი საკუთარი ნებით არ მოქმედებდნენ და დავალებას სხვებისგან იღებდნენ. ასე რომ ყველა ასეთი შემთხვევა აღრიცხული გვაქვს. საქართველოს პროკურატურასაც მივმართეთ, ვკითხეთ, რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამდნენ გამოძიებისთვის და არა დამოკმაყოფილებელზე უარესი პასუხი მივიღეთ. გარდა ამისა, აღრიცხული გვაქვს უშუალოდ აქციებზე მომხდარი სპეცრაზმის სრულიად უმოწყალო თავდასხმები ხალხზე, რომლებიც უბრალოდ ქუჩაში იდგნენ. არ არსებობს აბსოლუტურად არაფერი, რაც ამ ტიპის ძალადობას გაამართლებს. ასევე ვერაფერი გაამართლებს იმას, რომ როდესაც პოლიცია ხალხს გამოათრევდა და პოლიციის კორდონის უკან მიათრევდა, სადაც მათ უმოწყალოდ სცემდა, მაშინაც კი, როდესაც ისინი უკვე ძირს ეცემოდნენ. ამის ერთადერთი მიზანი არის დასჯა, შურისძიება და სხვებისთვის დასაშინებელი გზავნილის მიწოდება. გარდა ამისა, როგორც თქვენ ახსენეთ, არის მთელი რიგი სხვა ქმედებები, რომლებიც ხელისუფლებამ განახორციელა ხალხის დასაშინებლად. დაკითხვა მათი სახლების რეიდები, მათთვის იმის თქმა, რომ სისხლის სამართლის გამოძიებას დაიწყებენ, ან სისხლის სამართლის საქმეზე მოწმედ დაბარება და ასე შემდეგ. ასევე მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ მათ მანამდე ერთგვარი გაშავების კამპანია ჩაატარეს გასულ გაზაფხულზე და ახლანდელი სიტუაციისთვის ნიადაგი შეამზადეს. გახსოვთ, რომ ამ კამპანიის დროს თბილისის მასშტაბით მათ პოსტერებზე ცნობილი სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების თუ პოლიტიკური აქტივისტების ფოტოები გააკრეს და მათ ჩირქი მოსცხეს. მოღალატეების, ეკლესიის და სახელმწიფოს მტრები ეძახეს. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ამ ადამიანების წინააღმდეგ საზოგადოებრივი სიძულვილის და ეჭვის მობილიზებისთვის, რათა მათი დემონიზაცია მომხდარიყო. ასე რომ სახეზე გვაქვს დემონიზების მცდელობა, ძალაში ახლად შესული კანონები და ფიზიკური ძალადობა. ეს ყველაფერი ავტოკრატიის მშენებლობის საყრდენია. ესაა ნაბიჯები ადამიანის უფლებების მხრივ კრიზისის გამწვავებისკენ, რომელსაც ქართული ოცნება დგამს. თქვენ ნაწილობრივ ვისაუბრეთ დაკავებულებზე. განიხილავს თუ არა თქვენი ორგანიზაცია მათ პოლიტიკურ პატიმრებად? ბევრს ჯერა, რომ ისინი პოლიტპატიმრები არიან, რადგან დაპატიმრებულები პროტესტზე ყოფნის გამო ჰყავთ. Only because they were protesting on the streets. Yeah, we try to look at ყველა საქმეს ინდივიდუალურად განვიხილავთ და ვცდილობთ იმდენი საქმე განვიხილოთ, რამდენიც ფიზიკურად შესაძლებელია, რადგან ახლა ასეთი უამრავი საქმეა. მაგრამ როდესაც ხელისუფლება ვინმეს აპატიმრებს, ან მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს, თუ ადმინისტრაციულ ბრალდებას თვითნებურად პოლიტიკური მიზეზების გამო წაუყენებს, მაშინ დიახ, ჩვენ მივიჩნევთ მათ ადამიანებად, ვინც პოლიტიკური მიზნით იდევნება. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა გარემოება და საქმე ინდივიდუალურად უნდა შევისწავლოთ.
გადაცემის ბოლოს კი ამერიკის პოლიტიკაზე ვისაუბრებთ. შეერთებულ შტატებში კვირა კვლავ დატვირთული პოლიტიკური მოვლენებით დასრულდა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირველი უმაღლესი დონის სტუმარი თეთრ სახლში ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ იყო. შეხვედრისას ღაზასა თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა. პარალელურად სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უცხოეთში პირველი ოფიციალური ვიზიტებით იყო დაკავებული. ვაშინგტონში კი სხვა ყველაფერთან ერთად ამერიკულ სავაჭრო ტარიფებისა და USAID-ში განხორციელებულ ცვლილებებს განიხილავდნენ. ჩემი კოლეგა მაია ქვარცხავაში აჯამებს ვაშინგტონის პოლიტიკური კვირის მთავარ მოვლენებს. თეთრი სახლის პირველი უმაღლესი დონის სტუმარი მას შემდეგ რაც ოვალური ოფისი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაიკავა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იყო. ადრეც მithქვამს და გავიმეორებ. ისრაელის ყველაზე დიდი მეგობარი ხართ, რომელიც კი როდესმე თეთრ სახლში ყოლია. ტრამპი ღაზის სექტორთან დაკავშირებით პალესტინელთა მეზობელ იორდანიაში და ეგვიპტეში გადაყვანის იდეით გამოვიდა. ვაშინგტონში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ ამერიკა მზად არის გადაიბაროს, ააშენოს და ააყვავოს ნანგრევებად ქცეული ღაზა. ის ახლო აღმოსავლეთის რივიერად აქციოს, რისთვისაც სექტორში არმიის გაგზავნასაც კი არ გამორიცხავს. ვისაც ვესაუბრე, ყველას მოსწონს ეს იდეა, რომ შეერთებული შტატები მიწის ამ მონაკვეთს ფლობდეს. განავითაროს ის შექმნა სათასობით სამუშაო ადგილი, რაც მას ნამდვილად შესანიშნავ ადგილად აქცევდა. ახლა იქაურობას თვალს ვერავინ უსწორებს, რადგან იქ მხოლოდ სიკვდილს, დესტრუქციას და ნანგრევებს ხედავს. განცხადებას კრიტიკა მოჰყვა გაეროს და მთელი რიგი ქვეყნების, მათ შორის შეერთებული შტატების მოკავშირეთა მხრიდან. საერთაშორისო სამართლის საფუძვლისადმი ერთგულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აუცილებელია ნებისმიერი სახის ეთნიკური წმენდის თავიდანაწილება. მოგვიანებით თეთრმა სახლმა განმარტება გააკეთა და პრეზიდენტ ტრამპის განცხადება დააზუსტა. ეს არ ნიშნავს ღაზაში ჯარების ჩაყვანას და არც იმას, რომ ეს ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა ფულით დაფინანსდება. დონალდ ტრამპი, რომელიც პლანეტაზე გარიგებათა საუკეთესო ოსტატია, რეგიონში ჩვენს პარტნიორებს გაურიგდება. პარალელურად სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უცხოეთში ვიზიტები ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის 5 ქვეყნის მონახულებით დაიწყო. არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა. რუბიოს განმარტებით პრეზიდენტ ტრამპის საგარეო პოლიტიკური მიზნები ამერიკის საზღვრებთან იწყება და უმაღლეს პრიორიტეტს ქვეყნის საზღვრების იმიგრანტთა შემოჭრისგან დაცვა წარმოადგენს. სალვადორი თანახმა მიიღოს და თავის ციხეებში განათავსოს ამერიკიდან დეპორტირებული ნებისმიერი ეროვნების უსაბუთო იმიგრანტი, რომელსაც სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი. სამშობლოში დაბრუნებულ სახელმწიფო მდივანს საგარეო პოლიტიკის პრობლემებზე მუშაობასთან ერთად ამერიკის საგარეო დახმარების საკითხების გადაწყვეტაც მოუწევს. მის არყოფნაში ვაშინგტონში დიდი ხმაური მოჰყვა USAID-ის, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მუშაობის შეჩერებას და მისი სახელმწიფო დეპარტამენტისთვის დაქვემდებარებას. გადაწყვეტილება დოჯმა მიიღო, ახლად შექმნილმა მთავრობის ეფექტიანობის სააგენტომ, რომელსაც მილიარდერი ილონ მასკი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ხელმძღვანელობს. სააგენტო მიზნად ხარჯების შემცირებას და ფედერალური ორგანიზაციების რესტრუქტურიზაციას ისახავს. USAID-ის დახურვას დემოკრატი კანონმდებლები ეწინააღმდეგებიან. სააგენტოსი, რომელიც პრეზიდენტ ჯონ კენედის დაფუძნებულია და $10 მილიარდი ღირებულების საგარეო დახმარებას განკარგავს. მოიცავს უამრავ პროგრამას ამაზონის ჯუნგლების დაცვით დაწყებული, მიანმარელი თუ უკრაინელი დევნილების დახმარებით დამთავრებული. შევებრძოლებით მათი მხრიდან ძალაუფლების გამიჯვნის პრინციპის დარღვევას. წინააღმდეგებით ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის ხელყოფას. არ გავჩუმდებით, წინააღმდეგობას გავუწევთ. დემოკრატები პრეზიდენტს აფრთხილებენ, რომ ბერკეტად ბიუჯეტის დამტკიცების პროცესს გამოიყენებენ და მას ხმას არ მისცემენ. ისინი ტრამპის კაბინეტში წარდგენილი კანდიდატების დაბლოკვითაც იმუქრებიან. რესპუბლიკელები კი ტრამპის ადმინისტრაციის ნაბიჯს მართებულად მიიჩნევენ. არ მგონია სააგენტოს ხურავდნენ, არამედ ჩემი აზრით ისინი განიხილავენ დაფინანსების საკითხებს და გადაწყვეტილებათა მიღების, პრიორიტეტების დასახვის პროცესს. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით სიტუაცია საკმაოდ სერიოზულია. სავარაუდოდ ეს ძალაუფლების გამიჯვნის პრინციპის დარღვევაა, როცა აღმასრულებელი ხელისუფალი ცდილობს დახუროს სააგენტოები, რომლებიც კონგრესმა შექმნა და რომელთაც თანხებს განკარგვისთვის კონგრესი უმტკიცებს. ვაშინგტონში და მსოფლიოში კვირის კიდევ ერთი ხმაურიანი სკანდალი თეთრი სახლის გადაწყვეტილებით დაწესებულ სავაჭრო ტარიფებს უკავშირდებოდა. თუმცა ის ნაწილობრივ 2 დღეში მოგვარდა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 1 თებერვალს კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელს 25%-იანი საბაჟო გადასახადი და კანადურ ენერგომატარებლებს 10%-იანი ტარიფი დაუწესა. მიზეზად მან სავაჭრო ბალანსის დეფიციტი, ასევე საზღვრების დაცვისა და ნარკოტიკებით კონტრაბანდასთან ბრძოლის აუცილებლობა დაასახელა.
შემდეგ სამთებერვალს პრეზიდენტმა ტრამპმა ახალი საბაჟო გადასახადების ამოქმედება მექსიკასთან და კანადასთან ერთი თვით შეაყოვნა. თუმცა ძალაში დატოვა ჩინეთისთვის დაწესებული 10%-იანი საბაჟო გადასახადი. კანადისა და მექსიკის შემთხვევაში ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მეზობელი ქვეყნების ლიდერებმა პრეზიდენტ ტრამპს შეერთებულ შტატებთან მათი საზღვრების დაცვის გაძლიერებისთვის მზადყოფნა დაუდასტურეს. მაია კვარცხავა, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი. დღეისათვის სულ ეს იყო თქვენ უყურებდით ამერიკის ხმის ყოველკვირეულ გადაცემას ხედვა ვაშინგტონიდან მე მარია მუგრეხელიძე ვარ. მადლობა რომ გვიყურებდით. მე ერთი კვირით გემშვიდობებით. თქვენ კი ჩვენი გადაცემებისა და ანალიტიკური მასალების ნახვა როგორც ყოველთვის შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე amerikiskhma.com. შემოგვიერთდით ჩვენი Facebook-ის, Instagram-ის, X-ისა და YouTube-ის ოფიციალურ გვერდებზეც. ნახვამდის.